ბაკურიანში 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიურ ფესტივალზე დღეს სლალომში 4 ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა. ორი დაშვების ჯამში ირაკლი ხერგიანი 26 ადგილზე გავიდა, გოგა გულედანმა 36 ადგილი დაიკავა, გიორგი ჯაფარიძემ მეორე დაშვების დროს შეცდომა დაუშვა და ფინიშამდე მისვლა ვერ მოახერხა, ხოლო იასონ ვეზდენი პირველი დაშვების შემდეგ გამოეთიშა შეჯიბრებას. ლევან ღუდუშაური შემოგვიერთდება ბაკურიანიდან დეტალებით. ლევან, გისმენთ. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ საშეჯიბრო დღე დასრულდა ბაკურიანი 2025-ზე, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადა, რომელიც შეიძლებოდა რომ ჩატარებულიყო საქართველოში და ძალიან კარგია რომ ბაკურიანი, თბილისი და ბათუმი მას პინძლობს ამ დონის ღონისძიებას. უკვე ისაუბრა, რა თქმა უნდა, ქართველი სპორტსმენების შესახებ წამყვანმა, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით რომ საკმაოდ ნორმალური შედეგი იყო დაახლოებით 92 სპორტსმენს შორის 26 ადგილის დაკავება ირაკლი ხერგიანის მიერ, თუმცა მაინც საკმაოდ სერიოზულია ჩამორჩენა ლიდერებთან და დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს სამთო-მოთხილამურთა ნაკრები, მათი მწვრთნელები, ფედერაცია ყველაფერს გააკეთებენ რომ ეს დისტანცია წამყვანი ქვეყნების ახალგაზრდა სპორტსმენებთან რამენაირად შემცირდეს და მომავალში უფრო სერიოზული შედეგები გქონდეთ ქართულ სამთო-მოთხილამურეებს, როგორც სლალომში, ასევე გიგანტური სლალომის დისციპლინაში. შეძლოს აი ამ სლალომში ჩემი შედეგით მაყოფილი ვარ, მოხდი 30 საუკეთესო სპორტსმენთა შორის. ეგ იქნება ასეთი მასშტაბური შეჯიბრით გამომდინარე, ძალიან გახარებული ვარ და ეს იქნება ჩემთვის მოტივაცია, რომ შემდეგ შეჯიბრებზე უფრო და უფრო მეტი და უფრო კარგი შედეგი დავდო და რა თქმა უნდა საქართველოს ვასახელო. 92 მონაწილიდან დავიკავეთ 26 და 36 ადგილი. რაც საკმაოდ ნორმალური მაჩვენებელია, მოგეხსენებათ ევროპის ქვეყნები ზოგადად ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნები არიან სათხილამურო სპორტში და 26 ადგილი საკმაოდ ნორმალური არის. რა თქმა უნდა, ჩვენ სპორტსმენები ვართ და ყოველთვის უკეთესი გვინდა, მაგრამ საერთო ჯამში კარგი შედეგი არის 26 და 36 ადგილი. დღეს ბაკურიანში დაგეგმილი დისციპლინები პრაქტიკულად უკვე დასრულებულია, დაახლოებით 9 საათის წინ ბოლო შეჯიბრიც დასრულდა და ახლა მთელი ყურადღება მიმართულია ბათუმისკენ, სადაც ფიგურულ სიგურაობაში ველით ჩვენს ქართველ სპორტსმენს. რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, ხვალაც 3 ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში, მათ შორის იქნება 2 მოთხილამურე გოგონა, რომელიც სლალომის დისციპლინაში გამოვა და ასევე იქნება ჟიოკუჩუკიანი ბიატლონისტი, რომელიც მეორეც დაექნება ასევე ბიატლონის შეჯიბრში სხვა დისტანციაზე. წარმატებები უსურვოთ ქართულ სპორტსმენებს, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მაქსიმალურად კარგად გავაშუქოთ ბაკურიანი 2025. გმადლობთ, ბაკურიანიდან ლევან ღუდუშაური გვერდებოდა.